მოგესალმებით China Cars CRTG, მე მქვია ირაკლი და დღევანდელ ჩვენ გადაცემას ქვია ზიკრის მიმოხილვა. გაგიკვირდებათ ალბათ თუ რატო გადაცემაში, რომელსაც ქვია ზიკრის მიმოხილვა, მოძრაობთ ლისანით. არაფერი შეცდომა არ არის, სინამდვილეში მივდივართ ლისანით ჩვენს კლიენტთან, სახლში, იმ კლიენტთან, რომელსაც შეუძინეთ 2 თვის წინ, მიახლოებით 2 თვის წინ ზიკრ 001 მაქსიმალურ კომპლექტაციაში, რომელსაც ქვია U და მივდივართ მასთან ამ ავტომობილის მიმოხილვის გადასაღებად. მოგიყვებით ბევრ საინტერესო ინფორმაციას, მოგიყვებით იმას, თუ რითი განსხვავდება ევროპული ვერსია ზიკრის ჩინური ბაზრისთვის გამოშვებული ვერსიისაგან და ბევრ ტექნიკურ საინტერესო ინფორმაციას, რა თქმა უნდა. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-ში შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. აი მოვედით, ესეც ჩვენი ზიკრ 001 კომპლექტაციაში U. აი რას ნიშნავს ჩინეთის ბაზრისთვის გამოშვებული ავტომობილი. როგორც ჩვენ ვიცით, ევროპული ბაზრისთვის ეს ფუნქცია არ არსებობს. არის მხოლოდ ელექტრონული კარები, მაგრამ თვითონ არ იღება, თვითონ არ იხურება. ამაში კი, რა თქმა უნდა, და არ შეგეშინეთ, არაფერს არ დაეჯახება, თუ რაღაცას დაინახავს, აუცილებლად შეჩერდება კარები. ამ ავტომობილის კომპლექტაციების, ზიკრ 001-ის კომპლექტაციების შესახებ უკვე გვაქვს ჩაწერილი ერთი ვიდეო. თუ აქამდე არ გინახიათ, ჩვენ დავდებთ აღწერილობაში, ამ ვიდეოს აღწერილობაში ლინკს, შეგიძლიათ ნახოთ, გაეცნოთ, გაიგებთ ბევრ ინფორმაციას. ჩვენ ამ ვიდეოს ვიღებთ 2025 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში. და სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ მოხდა ზიკრ 001-ის მესამე თაობის პრეზენტაცია და ანონსი. რა თქმა უნდა, გაიხსნა წინასწარი შეკვეთები და რა თქმა უნდა, ბევრი ბონუსები, დისკაუნტები ზიკრის მოყვარულებისთვის. წარმოიდგინეთ, 4 წლის წინ საერთოდ კაციშვილმა არაფერი არ იცოდა ზიკრის შესახებ, რა არის ზიკრი, საერთოდ არავინ არაფერი არ იცოდა. ეხლა კი ვსაუბრობთ ზიკრის მოყვარულების შესახებ, კლუბებია, უამრავი ხალხია. წარმოიდგინეთ, რა მოხდა 4 წლის განმავლობაში. მაგალითად, გავიხსენოთ, რა მოხდა ზიკრ 9X-ის პრეზენტაციის დროს. მოხდა ანონსი, მოხდა პრეზენტაცია და გაიხსნა წინასწარი შეკვეთები. ზიკრ 9X-ი პირველი საათის განმავლობაში შეუკვეთა 53,000 ადამიანმა. ეს რა თქმა უნდა, ვერაფრით ვერ შეედრება Xiaomi YU7-ის შემთხვევას, იმიტომ რომ მან პირველ 3 წუთში შეუკვეთეს 200,000 ავტომობილი, პირველ საათში შეუკვეთეს 299,000 ავტომობილი, წარმოიდგინეთ რა ციფრებზეა საუბარი და პირველ 72 საათში 389,000 ავტომობილი. პრაქტიკულად რო შევადაროთ, საქართველოს 10%-მა შეუკვეთა YU7. საკმაოდ შთამბეჭდავია ის, თუ რა სიჩქარით, რაოდენ სწრაფად ვითარდება ჩინური ავტომწარმოებელი. მაგრამ ჰეიტერები დაიწყებენ იმის საუბარს, რომ iPhone-ი ხო არ არის, ყოველ წელიწად ნახევარში ახალი რესტაილინგი გამოდის, ან ახალი მანქანა გამოდის და მართალი რო გითხრათ, ჩვენი გადმოსახედიდან ახლა ჩვენ არაფერს რეკლამას არ ვაკეთებთ და მხარს როგორც ასეთი არავის არ უჭერთ. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც არ მოგწონს ის ვთქვათ, რაც მოგწონს ის ვთქვათ და ასე ვთქვათ, თქვენამდე მოვიტანოთ ინფორმაცია ის თუ რას ვთვლით ცუდად და რას ვთვლით კარგად. რამოდენიმე წელიწადში სიტუაცია მაინც დაალაგდება და იქნება როგორც შეუულებრად კლასიკურად რა, 60 წელიწადში ერთხელ გამოვა ახალი მოდელი, იერარქია ბრენდების დაალაგდება, ყველაფერი და ნორმალურად იქნება, მაგრამ ისევ და ისევ არავინ არ იცის. შეიძლება ჩინურ სისტემაზე გადავიდეს მთელი მსოფლიო. შეიძლება მართლა iPhone-ებით გამოვიდეს ავტომობილები, სხვა ბრენდებითაც, ხო, ევროპული ბრენდებიც, მაგრამ არ ვიცით ამის შესახებ, ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ეხლა კი ეს არის
4 წლის განმავლობაში, რაც ეს ავტომობილი გამოვიდა, უკვე გამოდის მესამე თაობა ამ ავტომობილის. სხვათა შორის ჩვენ ეს ავტომობილი უკვე წინასწარი შეკვეთა გავაკეთეთ. იმედია, მალე ჩამოვიყვანთ საქართველოში და გადავიღებთ, რა თქმა უნდა, ვრცელ და ძალიან კარგ მიმოხილვას Zikr 001-ის მესამე თაობის. ეხლა კი, რახან ჩვენ გვაქვს საშუალება გადავიღოთ 2024 წლის ვერსია Zikr-ი. შევადაროთ, რითი განსხვავდებოდა ძველი Zikr-ი და ახალი Zikr-ი. ანუ ეხლა გამოდის, რომ გვაქვს 2022 წლიანი ვერსია, 2024 წლიანი ვერსია და გამოდის 2026 წლიანი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ ბამპერები და რაღაცები შეიცვალა, ყველაზე დიდი ცვლილებები ამ ავტომობილში მოხდა შიგნით. ესე იგი, გადავიდა, ადრე ეყენა 400 ვოლტიანი არქიტექტურის ელემენტი. შემდეგ გამოუშვეს კონკრეტულად ამ ავტომობილში 800 ვოლტიანი არქიტექტურის ელემენტი. ეხლა მე რაღაც ციფრებზე ჩავიხედავ, რომ რაღაც არ მოგატყოთ და არ შემეშალოს და გეტყვით რაზე არის საუბარი. როდესაც გამოუშვეს 800 ვოლტიანი ელემენტი, უკვე შეუძლია გაიაროს და დაგვეყენებინა შეუგეძლო ამ დააყენეს ამ ავტომობილზე უკვე 100 კილოვატიანი კატლის ელემენტი. და ეს ავტომობილი 80%-მდე იტენება 15 წუთში. კი ბატონო. მაგრამ მე რა მოხდა? ქონდა 554 ცენის ძალა და 3.9-ში კრიფავდა 100 კილომეტრს. ეხლა კი შეუძლია კონდეს 800 ვოლტიანი არქიტექტურის ელემენტი, რომელიც უკაცრავად უკვე 789 ცენის ძალა აქვს. 3.3-ში კრიფავს 100 კილომეტრს. და რაც თავარია, $1000 არის განსხვავება ამ ავტომობილების შორის. მაგრამ $1000 კი არ მოიმატა, $1000-ით მოიკლო. ანუ წარმოიდგინეთ, გააკეთეს ესე იგი ავტომობილი, რომელიც არის ორჯერ უფრო უკეთესი, რეალურად ორჯერ უფრო უკეთესია. ადრე მარტო ერთ მხარეს ჰქონდა დაკიდების, ან უკან ან წინ ჰქონდა დაკიდების სისტემა პნევმატური, ეხლა ორივე მხარეს აქვს. ორჯერ უფრო მაღლა გაიზარდა ვოლტაჟი, არქიტექტურა, ელემენტების. 3.3-ში კრიფავს 100 კილომეტრს და ღირს $1000-ით უფრო იაფი. წარმოიდგინეთ. ეხლა კი მოგიყვებით მესამე თაობის შესახებ, ესე იგი პირველი მეორე ვთქვით, ეხლა მესამე თაობის შესახებ. მესამე თაობაში ყველაფერი გამომჯობესეს. ხო ქონდა 400 კილოვატიანი, 400 ვოლტიანი არქიტექტურის, შემდეგ დამოვიდა 800 ვოლტიანი არქიტექტურის, ეხლა არის 900 ვოლტიანი არქიტექტურის ელემენტი, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ დავაყენოთ ელემენტი, კატლის ისევ, Cattle Golden Battery 6C. ეს არის უკვე 120 კილოვატ-საათიანი ელემენტი და ნახეთ რამდენი რამე შეიცვალა. 920 ცხენის ძალა უკაცრავად. 2 და 8 100 კილომეტრამდე კრიფავს და შეუძლია გაიაროს 810 კილომეტრის CLTC-ის ციკლის მიხედვით. და რა თქმა უნდა, ადრე თუ იტენებოდა ავტომობილი 15 წუთში, 80%-მდე, ეხლა შეუძლია დაიტენოს 7 წუთში. ზოგიერთი მაგალითად საწვავს უფრო დიდი ხანი ასხავს, ვიდრე ეს ავტომობილი დაიტენება 7 წუთში. 80%-მდე. განაახლეს ავტოპილოტი, განაახლეს ჩიპები, მეტი პრინციპში, რესტაილინგში, რაღაც გარეგანი განსხვავების გარდა. არაფერი დიდი ცვლილება არ ყოფილა, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ, მანქანა მართლა ძალიან სერიოზულად უფრო დაამუშავეს, შეისწავლეს და ბევრად უფრო მაგარი მანქანა გამოშვეს. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას 799 ცენის ძალა ამ ავტომობილშიც მეყოფაო და მართლაც ძალიან გიჟი ავტომობილია, ძალიან მაგრა კრიფავს და ძალიან უამრავი ბევრი ფუნქცია აქვს. ელემენტარულად ახლა გამოვიდეთ მინდორში. და მინდორში როცა გამოდიხართ ავტომატურად თუ გიყენიათ ყველანაირი რეჟიმი კომპიუტერში, დაინახავს რომ არის ცუდი გზა, თვითონ გადავა off-road-ში და აწევს საკით სისტემას და ისე ივლის. ანუ თვითონ აკეთებს ყველაფერს რა, ასე ვთქვათ რა. ყურადღება მეგობრებო. ის მომხმარებელი, რომელიც შეგვიკვეთავს ჩვენ ავტომობილს Zikr 001-ს მესამე თაობისას, პირველი მიიღებს ავტომობილს მომსახურების საკომისიოს გარეშე სრულიად 100% დისკაუნტი.
მხოლოდ პირველ ადამიანს, მხოლოდ პირველ შემკვეთს, ამიტომ მოგწერეთ Instagram-ზე, მოგწერეთ Facebook-ზე, WhatsApp-ზე, დაგვირეკეთ ტელეფონით და პირველი მიიღებს ავტომობილს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომსახურების კომისიის გარეშე. აბსოლუტურად უფასო კომისია, არაფერი არ იქნება. მეგობრებო, ეხლა კი მინდა მოგიყვეთ ძირითადი განსხვავებები ევროპულ ვერსიასსა და ჩინურ ვერსიას შორის. ევროპაში ეს ავტომობილები იყიდება, ჩვეულებრივად შედის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც ჩვენ ვიცით, ევროპაში შედის ჯერ კიდევ აი ეს პირველი ვერსიები, პირველი გამოშვება, რომელსაც იქ 554 ცხენის ძალა აქვს, ძველი ელემენტი აქვს, ძველი მოტორები აქვს და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ესე იგი, ევროპაში ეს ავტომობილი ტოპ კომპლექტაციაში, რა თქმა უნდა, ღირს მიახლოებით $58,000. აქ კი ჩვენ ჩამოყავს სუსუ ახალი ავტომობილი, ბოლო ვერსია, აი მაგალითად მესამე თაობა და ღირს $47,000. როგორც ვიცით, ჩინელები ყველაფერს ყველაზე კარგს მაინც თავისთვის იტოვებენ, ამიტომ ჯერჯერობით ეს ავტომობილები არ არის შესული ევროპაში. პლუს ევროპულ ვერსიებს ისევ და ისევ როგორც ჩვენ ვიცით, რაღაცა ფუნქციები არ აქვს. მაგალითად, შეიძლება ვერ შეუკვეთოთ ელექტრონული კარები, რომელიც თვითონ იღება და ასე შემდეგ, რაღაც პატარ-პატარა ნიუანსები. კიდე მინდა მოგიყვეთ ერთი რაღაცის შესახებ. ავტომობილს როდესაც ჩვენი კლიენტი ყიდულობს, ჩვენ მივყვებით ამ ავტომობილის ყიდვის პროცედურას ბოლომდე. ანუ ციფრულ გასაღებს გადავცემთ, master accounts გადავცემთ. ძალიან დიდი განსხვავება არის და ძალიან მისაქცევია ყურადღება იმაზე, გაქვთ თუ არა ავტომობილზე master account. იმიტომ რომ გაითვალისწინეთ, რომ თუ მანქანას ყიდულობთ master account-ის გარეშე, ესე იგი ავტომობილი ჯერ ერთი უნდა ღირდეს. საკმაოდ დიდი განსხვავება უნდა იყოს, ფაში უნდა ღირდეს ბევრად უფრო იაფი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ master account-ი თუ თქვენ არა გაქვთ, ესე იგი აქვთ ვიღაცას, წინა მფლობელს, ვიღაცას მუშაკს, ვიღაცას აქვს master account-ი, ვისაც შეუძლია ნახოს გეოლოკაცია ავტომობილის ადიმყოფ თავის ტელეფონში გადმოიწეროს ვიდეოები და სურათები, რაც იღებს მანქანა ირგვლივ, ან ბოლო-ბოლო რაღაცა ფუნქცია ჩაურთოს და გამოურთოს ინტერნეტით მანქანას, ხო? გამოდის, რომ ესე იგი თქვენი მანქანის რაღაცა ფუნქციები ვიღაცას აქვს ტელეფონში master account-ით მართავს. ამიტომ ჩვენ როცა ჩამოყავს ავტომობილი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინგლისური ენა ექნება ჩვენს ავტომობილს, ეს არის დამატებითი ოფცია, რომელსაც ჩვენ უკვეთავთ. ჩვეულებრივად რო ჩამოიყვანოთ ავტომობილი ჩინეთის ბაზრისთვის, ექნება მარტო ჩინური ენა. ჩვენს მაყურებლებს ჩამოუყვანიათ ავტომობილები, დაურეკიათ ჩვენთვის და უკითხიათ, რომ შეიძლება თუ არა ჩინეთიდან ჩამოყვანილ ავტომობილზე, რომელიც თვითონ ჩამოიყვანეს, დაუყენოთ ინგლისური ენა. ბევრ ადგილას დაურეკეთ, ბევრი რამე მოვიკითხეთ, მაგრამ გამოდის, რომ ჯერჯერობით ეს ასე ვთქვათ შეუძლებელია პრაქტიკულად. ვერ ვთარგმნით. ჩვენ მანქანებს კი, რა თქმა უნდა, რომელსაც უკვეთავთ, დამატებითი ოფცია და ინგლისური ენა აქვს შიგნით. ეხლა კი, ისევ და ისევ, მინდა დავამატო ერთი ორიოდე სიტყვა master account-ის შესახებ. რო ვამბობთ, ეს ციფრული გასაღები, master account-ი და ასე შემდეგ. აი ნახეთ, ეს არის ავტომობილის პატარა გასაღები. მაგრამ დღესდღეობით უკვე თანამედროვე სამყაროში ამ პატარა გასაღებს არავინ აღარ ხმარობს, ეს უდევთ სახში. ყველა შეერთებული აქვს ავტომობილი ტელეფონში, ტელეფონი ცნობს, master account-ი გაქვთ, ციფრული გასაღები გაქვთ და აბსოლუტურად იგივე ფუნქციებს ასრულებს, მეც გეტყვით, უფრო მეტ ფუნქციებს ასრულებს ტელეფონი, ვიდრე ეს პატარა გასაღები. რა არის პლუსები? ციფრული გასაღები. შეგიძლიათ ავტომობილი მაგალითად, წახვედით სადღაცას, მოილხინეთ, რა ვიცი, რესტორანში ხართ, სადღაცას ხართ რა, არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ ავტომობილზე დაჯდეთ. შეგიძლიათ გადაცეთ ციფრული გასაღები ვინმეს, რამოდენიმე საათით მაგალითად, თავის ტელეფონზე და გამოდის, რომ გასაღები გადაეცით. რამდენი ხნით გადასცემთ და რა ფუნქციებს გადასცემთ, ამას ყველაფერს თქვენთან ამორჩევთ ტელეფონში. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ იყოთ სახში, ან სადღაცას წასული იყოთ საერთოდ სხვა ადგილას, თქვენი და მეუღლე ძმა არა აქვს მნიშვნელობა. გადმოწერილი აქვს პროგრამა, ჩვეულებრივი ზიკრის და თქვენ საიდანღაც უზიარებთ გასაღებს და ავტომობილი გადაეცემა რაღაც პერიოდის განმავლობაში იმ ადამიანს, ვისაც გადაეცით. მართავს გასაღებს ავტომობილს უკაცრავად, ჩვეულებრივად თავისი ტელეფონით. ამას ყველაფერს აკონტროლებს თქვენ. ამასობაში master account-ის დროს ავტომატური პარკინგი შეგიძლიათ ჩართოთ. შეგიძლიათ გამოიყვანოთ ავტოფარეხიდან ავტომობილი. უამრავი რაღაც დამატებითი ფუნქციები უჩნდება, როდესაც თქვენ გაქვთ ციფრული გასაღები და master account-ი. ამიტომ გაითვალისწინეთ. არასდროს პირველი შეკითხვა ყოველ შემთხვევაში, არასდროს ეცადეთ, რომ არ შეიძინოთ ავტომობილი master account-ის გარეშე და პირველი შეკითხვა, რაც უნდა დაუსვათ თქვენ გამყიდველს, გადმომცემ თუ არა master account-ს, გაქვთ თუ არა. დაიმახსოვრეთ, ეს არის პირველი რამ. ესეთი ავტომობილებისთვის ეს არის მისი, ასე ვთქვათ, არსი, ეს არის მისი ფუნქციები, ყველაფერი უნდა გქონდეთ ტელეფონში. ეს არის ის, რასაც გამოიყენებთ შესაძლებელია ყოველ დღე. და დაიმახსოვრეთ, გასაღები ყველა ჩინურ მანქანას ამ ბოლო დროს, რაც კი ჩვენ ვიცით, მოყვება მხოლოდ ერთი
და მოყვება master account, რომლითაც მართავთ ავტომობილს. დაგავიწყდებათ გასაღებები ვშო, მორჩა, აღარ იქნება აღარასდროს. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ლაიქები, კომენტარები, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ, მოგწერეთ თუ რომელი ავტომობილის მიმოხილვა გსურთ რომ გადავიღოთ კიდევ და გაჩვენოთ და მინდა რა თქმა უნდა მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ მომხმარებელს, ყველა იმ კლიენტს, ვინც ჩვენთან შეუკვეთა ავტომობილი, ვინც აპირებს ჩვენთან შეკვეთეს ავტომობილს და ვინც გვენდობა ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია, მაქსიმალურად დაწვრილებითი ინფორმაცია და რა თქმა უნდა შევხვდებით ერთმანეთს ორ კვირაში. აბა კარგად.